რა კავშირი აქვს პროკურორ მოსულიშვილს ბარათაშვილის მკვლელობასთან? გაზეთი Georgian Times-ი 2-9 სექტემბერი 2004 წელი. გენერალურმა პროკურატურამ თავის უწყებაში ქრთამის აღების ტრადიციის მოსპობის წინააღმდეგ ბრძოლა კი დაიწყო, მაგრამ ჯერ არავის გახსენებია, რომ ამ სტრუქტურაში ქრთამის აღებაზე ბევრად უარესი დამნაშავეების მფარველობის ტრადიცია არ დარღვეულა, რომ საქართველოში უამრავი საქმეა შეჩერებული, გაუხსნელი ან დამახინჯებული მაღალი თანამდებობის პირების ავტორიტეტის წყალობით. ამ ადამიანების ძალისხმევის შედეგია, რომ საქართველოში დაზარალებული ბრალდებულზე მეტად საჭიროებს დაცვას. 29 წლის მზია ბარათაშვილის მკვლელობა მეორე წელია ბურუსით არის მოცული. ჭორები, რომლებიც ამ მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელდა კი შემზარავია. 2003 წლის 2 აპრილს მზია ბარათაშვილი მეუღლეს და დათო ლუაშვილთან ერთად დიღმის მასივში ქალაქის პროკურატურის მაღალჩინოსან ქალბატონთან მანანა მოსულიშვილთან სტუმრად იმყოფებოდა. იქიდან შენ მიმავალ ცოლ-ქმარს დათო ლუაშვილის ჩვენებით მანქანა გაუფუჭდა და გადმოვიდნენ. ამ დროს თურმე ვიღაცამ 2 მეტრის დაშორებით გაერბინა და ისროლა. ტყვია მზია ბარათაშვილს ზურგში მოხვდა და გარდაიცვალა. საპირისპიროს მეტყველებს ექსპერტიზის სხეულის მიმართ სროლა ნაწარმოებია მიბჯენით. უკნიდან წინ, ზემოდან ქვემოთ დაახლოებით 60-70 კუთხით და ოდნავ მარცხნიდან მარჯვნივ დაახლოებით 70-80 კუთხით. ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აშკარად ჩანს, რომ რატომღაც გარდაცვლილის მეუღლე მზია ბარათაშვილის მკვლელობის არასწორ სურათს ხატავს, გამოძიებას საეჭვო გარემოებებზე არ მიანიშნებს, თუმცა არაერთი ადამიანი საუბრობს ამ მკვლელობის გაუხსნელობაში მანანა მოსულიშვილის როლზე, რომელთანაც აღნიშნული ცოლ-ქმარი იმ საღამოს იმყოფებოდა სტუმრად. მოსულიშვილი წესით დაინტერესებული უნდა ყოფილიყო საქმის გახსნით, რადგან მისი სახლიდან გამოსულ სტუმარს და როგორც თავად აცხადებს, მისი ნათესავის მეუღლეს ესროლეს და დაინტერესდა კიდეც. გარდაცვლილისთვის, რომელსაც დაზიანებები აღენიშნებოდა ხელზე, ნაჭდევები კი თავისა და კიდურების არეში, გამოძიება მიკნოა ნაწილაკების ექსპერტიზის ჩატარება საჭიროდ არ ჩათვალა. რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, არ იქნა აღმოჩენილი ტყვიის გულა. სისხლის კვალი და საერთოდ სანდო წყაროზე დაყრდნობით ადგილი, რომელსაც მოწმე მიუთითებს, შესაძლოა სულაც არ იყოს შემთხვევის ადგილი. ამ ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ არ არის ნაპოვნი ტყვიის გულა. ახლოს ცხოვრებთაგან არავის გაუგონია სროლის ხმა და გარდაცვლილის აღენიშნება ნაჭდევები, რომელიც უფრო რეალურია, რომ მას ფიზიკური წინააღმდეგობის დროს მიეღო, ვიდრე სროლის შემდეგ დაცემის შედეგად. გარდაცვლილის მეუღლემ, რომელსაც მკვლელობიდან ამდენიმე დღის შემდეგ სახლში მივაკითხე კითხვაზე, რატო გაუჩნდათ სამართალდამცავებს ეჭვი, რომ მკვლელი ის იყო და როგორ შეძლებდა ამის უარყოფას, ირონიულად მიპასუხა. პროკურატურამ დამიმტკიცოს, რომ მე მოვკალიო, ხოლო გარდაცვლილი ძდედა, რომელიც იმ დროს თურმე მასთან იმყოფებოდა, დავით ლუაშვილმა დამიმალა და მასთან დაკავშირებლად იმ ბინის ნომერი მომცა, რომელიც გაქირავებული იყო. რამდენიმე დღეში კი გაიყიდა. რატო არ იხსნება მკვლელობა, რომლებზეც დიდუბე ჩუღურეთის ერთ-ერთმა სამმართველოს უფროსმა დიდი ხნის წინ მითხრა, რომ მკვლელობა, რომლის გაუხსნელობის გამოც მას სამინისტროში გამუდმებით საყვედურობდნენ, გახსნილი ჰქონდათ, მაგრამ ქალაქის პროკურატურიდან ერთ-ერთი ქალბატონის დაინტერესების და უხეში ჩარევის გამო ამ საქმეს ნათელს ვერ ფენდნენ. ის რომ მზია ბარათაშვილის მკვლელობაში მისი მეუღლე ურევია სამმართველოს ახალმა თანამშრომლებმაც იციან. ქმარზე რომ იყო ეჭვი, ასე იხსენებენ ამ მკვლელობას, რომელსაც როგორც ჩანს ნათელი არც არასდროს მოეფინება, რადგან ეს არ არის ერთადერთი გაუხსნელი მძიმე დანაშაული. დიდუბე ჩუღურეთის სამმართველოს ახალი უფროსი ირაკლი ფირცხალავა თავადაც აღნიშნავს, რომ იმდენი გაუხსნელი საქმე დახვავდა, შეუძლებელია ყველა მათგანს გაცნობოდა. ჩვენთან საუბრის შემდეგ კი აღნიშნული მკვლელობით ინტერესდება და თანამშრომლებს დავალებას აძლევს. იგი, რა თქმა უნდა, საეჭვო გარემოებად მიიჩნევს, რომ მოწმის ჩვენების საპირისპიროს მეტყველებს ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ მაღალჩინოსნის ხელს ამ საქმეში ვერ ამჩნევს. პროკურატურის გამოძიებელთან შეხვედრა ვერ მოხერხდა, რადგან იგი საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად იყო გასული. Georgian Times-ი მანანა მოსულიშვილს ესაუბრა. მე არ ვარ საქმის კურსში, შვებულებაში ვიყავი, დღეს გამოვედი და ვერაფერს გიპასუხებთ. ეს მკვლელობა ახლა არ მომხდარა. თქვენ ალბათ იცით, რომ ეს მოხდა 2003 წლის 2 აპრილს. რომელს მეკითხებით მზია ბარათაშვილის მკვლელობას. გია ბარათაშვილი ვინ არის, ვერ გავიგე. მზია ბარათაშვილი, ია ბარათაშვილი? მზია ეს ჩემი ახლობელი რო არის, იმას მეკითხებით? დიახ, მკვლელობა როგორც ვიცი იმ დროს მოხდა, როცა ცოლ-ქმარი თქვენი სახლიდან გავიდნენ. არსებობს ეჭვი, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა მისმა ქმარმა. ექსპერტიზის დასკვნამაც აჩვენა, რომ სროლა ნაწარმოებია მიბჯენით. გისმენთ? ისინი იყვნენ თქვენთან, ჰქონდათ რამე პრობლემა, რა მიზნით იყვნენ მოსულნი? იქნებ რამე საეჭვო შენიშნეთ. ჩემთან არაფერი პრობლემა არ ქონიათ, პრობლემის მოსაგვარებლად არ ყოფილან მოსულნი.
და არც საეჭვო არაფერი შემინიშნავს. ასევე იყო ეჭვი, რომ ის ადგილი, რომელიც აჩვენა დავით ლუაშვილმა, არ იყო შემთხვევის ადგილი, რადგან არ იქნა აღმოჩენილი ტყვია. ასევე ამბობენ, რომ გარდაცვლილს აღენიშნებოდა დაზიანებები, რომელიც შეიძლებოდა მიყენებული ჰქონოდა ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად. აქედან გამომდინარე არსებობს ეჭვი, რომ თქვენ სახლში მოხდა ეს. არა, გამორიცხულია. პირიქით, ძალიან კარგად მოვიდნენ ორივე ცოლ-ქმარი და ერთად წავიდნენ. გამორიცხულია. მე არც გამიგია არასდროს მათ შორის რამე უსიამოვნება თუ იყო. ასევე არსებობენ ადამიანები, მათ შორის სამართალდამცავებიც, რომლებიც ამბობენ, რომ თქვენ ერეოდით ამ მკვლელობის საქმეში, ურეკავდით პროკურატურას ისევე როგორც პოლიციას და ცდილობდით ფაქტები მიგეჩქმალათ. მე ერთადერთი დაურეკე პროკურორს შემთხვევის ღამეს, როდესაც დამერეკა ჩემმა ბიძაშვილმა და მითხრა ასეთი ამბავი მოხდაო, რო დროზე მოსულიყვნენ შემთხვევის ადგილას. მეზობლებს არ გაუგონიათ სროლის ხმა, მზია ბარათაშვილს არ ჩაუტარდა მიკრო ნაწილაკებზე ექსპერტიზა, გარდაცვლილ სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები. თქვენ ხართ საკმაოდ გამოცდილი პროკურორი, რატო არ მიუთითეთ, რომ პროკურატურის თანამშრომლებს, რომლებიც აღნიშნულ მე არანაირად არ ვარ კომპეტენტური რაიონის პროკურორს მითითება მივცე. მე ჩემი კონკრეტული მოვალეობა მაქვს და იმას ვასრულებ, პასუხობს მოსულიშვილი. კითხვა, თუმცა პოლიციის თანამშრომლები ამბობდნენ, რომ შაშანტაჟებდით და ეუმქრებოდით, რომ ამოქეკავდით ამ პოლიციელების საქმეებს და სასაცილოდ ამყოფნის ქალბატონო, მითხარით რომელი პოლიციელი ამბობდა მაგას, ეს აბსურდი და სისულელეა, იმდენად სასაცილოდ მიმაჩნია საერთოდ მაგ საკითხზე ასე საუბარი, რომ არ ვიცი რა გიპასუხოთ. კითხვა, ფაქტია, რომ სურათი, რომელიც აღწერა მოწმემ, არ არის რეალური, იმიტომ რომ იარაღი მიბჯენითაა ნასროლი. ის კი ამბობს, რომ მის მეუღლეს 2 მეტრიდან ესროლეს. როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში არ უნდა დაყენებულიყო ეჭქვეშ ეს საკითხი? ფაქტია, რომ იცით, მე სამსახურებრივად არ მევალება ვინმეს რამეზე ეჭქვეშ დაყენება და მითითების მიცემა. გამომძიებლისთვის და პროკურორისთვის ასეთ შეკითხვებზე მე ვერ გიპასუხებთ. Georgian Times. მაგრამ თქვენ დაინტერესებული უნდა იყოთ ამ მკვლელობის გახსნით. მოსულიშვილი დაინტერესებული რომ ვიყავი, იმიტომ დაურეკე დროულად, რომ მოსულიყვნენ და მე მეტი არ ჩავრეულო, იმიტომ რომ ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედიოდა. და რატო უნდა ჩავერიო? მე უხეშად სხვის საქმეში. დაინტერესებული, მე ხომ არ გამოვიძიებდი ამ საქმეს. დარწმუნებული ვიყავი, რომ კვალიფიციური რაიონის პროკურორია და მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებდნენ და მე რატო უნდა ჩავრეულიყავი. Georgian Times. ესე იგი თქვენ არ დაგირეკავთ პოლიციის უფროსისთვის, არ დაგირეკავთ სხვა მაღალჩინოსნებისთვის, პროკურატურისთვის. პასუხი, არავისთვის აბსოლუტურად მე მაგ საქმეში უხეშად არ ჩავრეულვარ. კითხვა, თქვენ გააკეთეთ ის ბინა, რომელთანაც მოხდა მკვლელობა. პასუხი, ვინ გითხრათ, ვინ გაწვდით ასეთ სრულ ინფორმაციას? ძალიან მაინტერესებს. მე იმ ბინაში დროებით ცხოვრობ. ნათესავის ბინაა და რა გავყიდე, რაებს მელაპარაკებით, საერთოდ ვინ გითხრათ ეს? კითხვა, სამწუხაროდ ვერ გეტყვით, რადგან კონფიდენციალური წყაროა. დასამალი და ბინის გასაყიდი რა მაქვს? რატომ ესაუბრებით ასე, საერთოდ ვერ გავიგეთ. თქვენ თუ გაქვთ უფლება რამე არ მითხრათ, მეც შესანიშნავად ვიცი ჩემი უფლებები. მე თქვენ პატივს გცემთ როგორც ჟურნალისტ და უკან ამეტანი მოგდით. მე ვფიქრობ იცით. Georgian Times. ვცდილობ კორექტული ვიყო, მაგრამ მაქვს ასეთი ინფორმაცია და ვამოწმებ თქვენთან. პირადი დაინტერესება ხო არა მაქვს. მოსულიშვილი, მე უფრო კორექტული შეგიძლიათ იყოთ თუ არა და თქვენ კარგად იცით, რომ მე საერთოდ არაფერს გიპასუხებდით, მაგრამ მე რომ აბსოლუტურად არ ჩავრეულვარ უხეშად მაგ საქმეში და პირიქით ძალიან მონდომებული ვიყავი, რომ ეგ საქმე ახსნილი იყო და დარწმუნებული ვიყავი, რომ კვალიფიციური ხალხის ხელში იყო, იმიტომ გპასუხობთ, თორემ სულ არა ვარ ვალდებული რამე გიპასუხოთ. ასე პასუხობს ჩვენს შეკითხვებს მანანა მოსულიშვილი. კვალიფიციური ხალხი კი საეჭვოდ ვერ ახერხებს იმ მკვლელობის გახსნას, რომელიც ყოფილი პოლიციელის თვალსაჩინოში მოხდა და რომელსაც მეუღლის მკვლელობაში დადანაშაულებისას შეუძლია ირონიულად გიპასუხოთ. დამიმტკიცოს პროკურატორმა, რომ მე მოვკალე.